Reach out, touch faith. Reach out and touch faith. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. საჯარო სკოლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის პროცესი წარმატებით გრძელდება. მინისტრ შაშკინისგან საჯარო სკოლების ცენტრიდან კონტროლის გაძლიერების ესტაფეტა მინისტრმა სანიკიძემ გადაიბარა და გასული წლის მიწურულს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრო მასწავლებლების ქცევას სკოლების მიღმაც გააკონტროლებს. ქალბატონი სანიკიძის ბრძანებით მასწავლებელი ვალდებულია სკოლის გარეთაც ისე მოიქცეს, როგორც სკოლაში იქცევა. ამ წესის დარღვევა შესაძლოა მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. მასწავლებელთა ნაწილი ამ ფაქტს მათზე არასათანადო ზეწოლის ინსტრუმენტად მიიჩნევს და თვლის, რომ გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა მათი პოლიტიკური შეხედულება გახდეს, რომლის გამოხატვაც თუ აქამდე სკოლის ფარგლებში იყო აკრძალული, ახლა სკოლის მიღმაც აეკრძალებათ. განათლების სამინისტრო კი თვლის, რომ ასე საკითხის დაყენება არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. დღეს საღამოს 5 საათზე რუსი სამხედროების მიერ გვიმრიში დაჭრილი 2 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ის ავეტისიანების 7-კაციანი ოჯახის ბოლო წევრია, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვმა მოკლა. ტრაგედიას სომეხთა მრავალათასიანი პროტესტი და პოლიციასთან შეტაკებები მოყვა, რომლის დროსაც 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პროტესტის მონაწილეები მკვლელის სომხეთში გასამართლებას ითხოვენ. რუსები უარზე არიან. შესაძლოა თუ არა საზარელმა მკვლელობამ გავლენა იქონიოს სომხური საზოგადოების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ზოგადად რითია განპირობებული სომხეთის პრორუსული საგარეო პოლიტიკური კურსი და რა შედეგი მოაქვს მას ჩვენი მეზობლისათვის. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ თეორემას მეორე ნაწილში. ახლა კი თეორემას პირველი ნაწილი სტუმრებს წარმოგვიდგენთ დათო ლაგვილავა, საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი, სიმონ ჯანაშია, მკვლევარი განათლების საკითხებში, ანა აბაშიძე, იურისტი, მაია ეკალაძე, მარიამ რამინაშვილი, საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი. ამასთან ტაბულას ნიუსრუმიდან ჩაგვერთვება დავით ფერაძე, 116 საჯარო სკოლის პედაგოგი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ხოლო მოგვიანებით მაია ეკალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს მობრძანებისთვის და ბატონ სიმონს მინდა ვთხოვო მაყურებლისთვის და ჩვენთვისაც ზოგადად განმარტოს რას გულისხმობს აი ამ ეს ახალი რეგულაცია, რომელიც მინისტრმა გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო. ეს არის გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემოიღო წესი, რომელიც განმარტავს თუ რა დისციპლინურ დარღვევების დროს როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს სკოლამ, ანუ რა სასჯელები შეიძლება გამოიყენოს მან და როგორ უნდა განახორციელოს ეს ყველაფერი და არის გაწერილი სად შეიძლება ვთქვათ შეისწავლოს სკოლამ თუ რა დარღვევები ხდება, როგორ დარღვევებზე უნდა მოახდინოს რეაგირება, მაგალითად პედაგოგიური ეთიკის დარღვევა იქნება ეს თუ ვთქვათ სკოლაში ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ნივთიერებების პედაგოგიური ეთიკის დარღვევა არ არის ეთიკის კოდექსში და აქ ცალკე თავიდან კი არა პრინციპში პირველად შემოიღეს რაც საინტერესოა რომ ეთიკის კოდექსში უნდა ყოფილიყო ალბათ ასეთი ნორმები და არა დისციპლინური წარმოების წესში როგორც თვითონ ეძახიან თავისთავად ეს სახელიც უცნაურია
და არის ბევრი რეგულაცია, რომელიც განმარტავს მაგალითად რამდენ დღეში უნდა მოხდეს წარმოება, ვინ უნდა მონაწილეობდეს, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ოქმს, რამდენ დღეში შეიძლება გაპროტესტება, რა ვის უნდა წარუდგინოს, შემდეგ ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს არის საკმაოდ რეალურად არის მიმართული პოტენციურად დამრღვევი ეთიკის დამრღვევი მასწავლებლების წინააღმდეგ როგორ ახორციელებს სადამსჯელო თქვათ ღონისძიებებს სამინისტრო იქნება ეს თუ სკოლა ამ შემთხვევაში და სამინისტროს როლი მთელ აი ამ პროცესში თუ არის თუ მთლიანად სკოლაზეა მინდობილი სამინისტრო ყოფს ამ პროცესს ორ ნაწილად. ერთი თვითონ აწესებს რაღაც რეგულაციებს და ასევე უტოვებს სკოლას ნაწილს, რომ თავადაც შემოიღოს ამის გარდა რაღაც რეგულაციები. მაგალითად, დარღვევების გარკვეული ნუსხა შეიძლება თქვათ სკოლამაც მოიფიქროს იმის გარდა, რასაც სამინისტრო თავაზობს. ან სასჯელების გარკვეული ნუსხა შეიძლება სკოლამაც თუმცა შემდეგ უკვე დასჯის პროცესში, ანუ დისციპლინური ზომების მიღების პროცესში სამინისტრო აღარ მონაწილეობს. სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ეს პროცედურა. ანუ კი ბატონო. კი ბატონო, ბატონ დავით, რა პრობლემებს ხედავთ? თავისთავად ალბათ თანხმდებით იმაზე, რომ მასწავლებელი უნდა იცავდეს ქცევის კოდექსს და უნდა გამოირჩევდეს თქვათ რაღაცა სანიმუშო ქცევით გამომდინარე იქიდან რომ მოზარდებთან აქვს შეხება და რომელთაც კიდე თავის რაღაც შეიძლება ლაბილური ფსიქიკა აქვს რომელიც რაღაცა იოლად ექცევიან გავლენის ქვეშ და ასე შემდეგ ანუ ძალიან საფრთხილო პროფესია ის რომ სამინისტრო ზრუნავდეს იმაზე რომ მასწავლებლები არ არღვევდნენ თქვათ განსაზღვრული ქცევის კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს ამაში არაბუნებრივი თუ ხედავთ რამეს და ზოგადად რა პრობლემები გაქვთ ამ ღონისძიებას? პირველ რიგში მოგესალმებით მეც თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად მინდა აღვნიშნო რომ დისციპლინის და წესრიგის წინააღმდეგი არავინ არ არის პირიქით მომხრეცა, თუნდაც სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით განსაზღვრავდეს ამ წესებს, რომ ეს რეგულაციები არ უნდა არღვევდეს მასწავლებლის უფლებებს, არ უნდა იჭრებოდეს, ასე ვთქვათ, მის პირად ცხოვრებაში, მის ღირსებას არ უნდა ლახავდეს და გარდა ამისა, ეს არ უნდა აკრინებდეს სკოლის ავტონომიურობას. ახლა ის რომ მე სანამ გეტყოდით რა საფრთხეებია კიდევ ზოგადად ამ დოკუმენტში გავაგზავნებ სიკოს ნათქვამს რომ გამორჩა ან არ თქვა შეიძლება ტოქსიკური ნივთიერების სარგებლობას უგზავნობს ეს ჩანაწერი და ტოქსიკა ხა ცოტა ძნელად წარმომიდგენია ალკოჰოლი და ის მარტო ძნელად წარმომიდგენია მასწავლებელი წებოს ასე ვთქვათ ისუნთქავდეს თავზე ჩამოცმული ცელოფანის პარკი და ნუ ასეთივე წარმატებით ალბათ ცოცხლით ფრენათში ხო სავარაუდოდ ხო ალბათ იმდენად დაბალი აქვს ასე ხელფასი რომ სამინისტროს ვერ წარმოუდგენია რომ მაღალი ხელფასი რო ქონდეს ცოტა ძვირადღირებულ ნარკოტიკებს შეიძინენ და ხა ეთლარიან წებოს ალბათ როგორმე მოახერხებენ ალბათ ეს დაშვება იყო და ეს უნებრივია ღირსების შემლახველი და ზოგადად თუ ასეთი ტიპის კანონს არღვევს ეს ისედაც გაწერილია კანონში და მასწავლებლის მოეთხოვება თუნდაც ნარკოლოგიურ ცენტრიდან წარადგინოს საბუთი და ხა ნარკომანი და ლოთი ალკოჰოლიკი არ უნდა ასწავლდეს სკოლაში უბრალოდ სახიფათოა და ძალიან რბილად რო ვთქვათ შემაშფოთებელია, როდესაც ჩდება ჩანაწერი, რომ ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია მასწავლებლის წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინარული დევნა. ახლა ეგრეთ წოდებული ყურში ჩაჩურჩულების პრინციპით მასწავლებლის მიერ დისციპლინარული წარმოების დაწყება ეს ყველანაირ დემოკრატიულ სისტემას ეწინააღმდეგება და პირადად უშუალოდ არღვევს თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებას და ეს რაღაცნაირად წააგავს ცნობილ 37 წლებს. ის რომ ეს ასეთი ტიპის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლებოდეს შემდგომ დისციპლინარული დევნის დაწყება ეს ქმნის ძალიან დიდ საფუძვეს იმისას რომ ეს იქნება არაობიექტური ვინაიდან ინფორმაციის მიმწოდებელს მის ისტორიაზე ინფორმაციის მიმწოდებელ პასუხს არ აგებს. შესაბამისად და იქ საუბარი იყო მტკიცების ტვირთზეც, რომ საკმარისია გაჩნდეს ზეპირი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა ამტკიცოს, აი ესეთი ბრალდებაც გაისმა.
მასწავლებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. დიდი მადლობა ქაბატონ ანას მინდა ვკითხო, მის საუბარს მოვკარი, კამაც მოვკარი თვალი Facebook-ზე და ამიტომ გამიჩნდა სურვილი თქვენი მოწვევის, იმიტომ რომ რაც განსხვავებული აზრი გაქვთ, გარკვეულწილად დაემთხვა ეს იმას, რაც სამინისტროს წარმომადგენლისგან მოვისმინე, რომ ეს ნებათაღელვა გამოწვეულია არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად, ანუ თავისთავად ამ გადაწყვეტილების შინაარსის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. თუ შეგიძლიათ რომ თქვენი ინტერპრეტაცია შემოგთავაზოთ, ან ზუსტად რა ნაწილში არასწორი ინტერპრეტაცია აგვიხსნათ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემი ნებათაღელვა მე არ შევუერთდი იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებმაც განიცადეს ძალიან ეს რეგულაცია მარტივი მიზეზის გამო. მე რა თქმა უნდა არ ვეთანხმები გარკვეულწილად განათლების სამინისტროს, რომელმაც სამწუხაროდ თავადაც არ იცის რა რეგულაციაა ეს, რას უნდა შეეხოს, რას არ უნდა შეეხოს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თავად მინისტრის გამოსვლა გუშინ თუ არ ვცდები, სადაც დაისვა საკმაოდ კონკრეტული შეკითხვები და მან ვერ გაართვა ჩემი აზრით თავი იმ ამოცანას, რომ მოსახლეობას გაეგო კონკრეტულად გასაგებ ენაზე, რას ნიშნავს ეს. მთლიანობაში კი მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ ამ რეგულაციაში, უფრო მეტიც ეს არ არის ახლებური რეგულაცია, ეს არის კანონის დანაწესის შესრულება. ზოგადად განათლების შესახებ კანონი უწესებდა ლიმიტს 2015 წლამდე უნდა მიეღოს სწორედ აი ეს წესები, როგორ გამოიყენებდა, როგორ განხორციელდებოდა პროცესუალურად დისციპლინური დევნა. სამინისტროს თუ სკოლებს უყენებთ. კანონში წერია ესეთი, უნდა მიღებულ იქნას წესი, რომელიც დაარეგულირებს ამას. ჩემი აზრით, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს ვერ გამოსწევს, ჩემი აზრით არა, ნამდვილად ვერ გამოსწევს სკოლის დირექტორი. შესაბამისად, ეს შეუძლებელია ყოფილიყო დებულების დონეზე გაწერილი ქმედება, ეს უფრო დაბალი სტანდარტი იქნებოდა და თქვენ რაზეც საუბრობთ, ნამდვილად დატოვებდა იმის საფუძველს, რომ ყოფილიყო იქ ვთქვათ უფლებამოსილების გადამეტება და ასე შემდეგ წევრების მხრიდან. ამიტომ მინისტრის მიერ ბრძანების გამოცემით ამის დარეგულირებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ეს არის ტექნიკური საკითხი იურიდიული თვალსაზრისით. რა შეიძლება გაუგებროს ნაკლებად საინტერესოა პუბლიკისთვის. რა თქმა უნდა, ნაკლებად ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება და თუმცა ამ ბრძანებას აქვს მთელი რიგი ხარვეზები. მაგალითისთვის, პირველი ხარვეზი, რომელიც მე კითხვისთანავე შევამჩნია, არის ის, რომ ბრძანების თანახმად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, დევნის განხორციელება კონკრეტულ სუბიექტზე, რომელსაც ის ეხება, შეიძლება მცირედი გადაცნობის დროსაც. ეს არსებითად დაუშვებელია, იმიტომ რომ ზოგადად ეთიკის კოდექსი, შინაგანა წესი სკოლის და ასე შემდეგ, ამ დოკუმენტების მიზანი არის, რომ ის შესრულდეს. ანუ ეთიკის კოდექსი იმიტომ იწერება, რომ პედაგოგმა ის შეასრულოს და განათლების სამინისტროს როგორც პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს მთავარი ფუნქცია არის ხელი შეუწყოს პედაგოგს მოსწავლეს რომ შეძლოთ მათ შეძლონ ამ წესების შესრულება. მაგრამ რას აკეთებს განათლების სამინისტრო ამ დროს? მან საზოგადოებას უკაცრავად და გამოუცხო ახალი ინფორმაცია დეტალების მითების გარეშე. ისე რომ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ურეგულირებს ქცევას გარკვეულწილად, ხო? არ უხსნის დეტალურად რას ეხება, როგორ ეხება. აქედან გამომდინარე, ნებათაღელვა ჩემთვის გასაგებია, რატომ არის, მაგრამ ის არ არის საფუძვლიანი. რაც შეეხება აქ ახსენდა სიტყვა სასჯელი და დანაშაული. მე მინდა რომ საზოგადოება კიდევ უფრო არ დაიძაბოს ამ სიტყვების ხსენების დროს, იმიტომ რომ ეს არ არის სამართლებრივად რელევანტური ტერმინები, არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან თქვენ იცით რომ სასჯელი და დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებასთან არის რელევანტური. აქ საქმეგობს დანაშაული ამ სისხლის სამართლის დანაშაული. კი ბატონო, აქ საუბარი არის გადაცდომაზე, რომელიც ნამდვილად არ შეადგენს დანაშაულის სტანდარტს, შესაბამისად ეს არის უფრო მცირედი რეაგირება, სუბუქი რეაგირება. შესაბამისად ეს არ უნდა იწოვდეს სასჯელის გასაგებია, ხო მე სკოლიდან გათავისუფლებას თუ გულისხმობს, ხა ეს სასჯელია, ჩვენ ხარ ვსაუბრობთ ხა აქ რაღაც იმაზე. სამართლებრივად ეს სასჯელი არ არის. კი, გასაგებია, მაგრამ სამართლებრივი ტერმინოლოგიებით ჩვენ თუ ვისაუბრეთ, საზოგადოება ვერაფერს არ იგებდა, ჩვენი მოტივი ხო ეგ არის, ჩვენი მიზანი. ხო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, როგორი აღქმები აქვს საზოგადოებას. საზოგადოებას ჩვენი განვლილი პერიოდის შემდეგ რო ვეუბნებით, რომ შენ ვიღაცა დაგსჯის, შენ ჩაიდენ დანაშაულს, ეს მგონი არასწორი მესიჯი იქნება ჩვენი მხრიდან. ესე იგი დაისაჯა. დაისაჯა, მაგრამ ის არ არის სასჯელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიზნით, რომელიც აშინებს ყველას.
უხსენებია ახალ ბატონო? არ უხსენებია, მაგრამ ცხადია, ვინც ეს იცის ეს ტერმინი გამომდინარე, ეს არის სახდელი, რომელიც არის გაცილებით სუბუქი ღონისძიება. ხო, ნუ ეს უკვე ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, იმიტომ რომ სისხლის სამართლის დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს და არა სახდელს. კი ბატონო, ეს უბრალოდ გაუსვი ხაზი. ეს ხაზი გაუსვი, ეს ამაში არ არის დიდი მნიშვნელობა, ამას არ აქვს. გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. სახდელი ვახმარო ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს უფრო სწორი იქნება სამართლებრივად. რაც შეეხება ზეპირი ინფორმაციის მიწოდების დროს, რატომაც არა. სწორედ ეს, თუნდაც ეს იყოს ზეპირი ინფორმაცია, თუნდაც ეს იყოს წერილობითი, მე პირადად ბოლო 7 წელიწადია ამ სფეროს როგორც მონიტორი უყურებ, მათ შორის ბოლო 7 წლის განმავლობაში ვუყურებდი როგორც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი და მე შემიძლია დღევანდელი ეთერი ნამდვილად არ გვეყოფა ვისაუბრო სწორედ იმ გადაცდომებზე და ხშირ შემთხვევაში დანაშაულზე, რომელსაც ჩადიოდნენ სკოლის პედაგოგები და არა მარტო პედაგოგები. ამისთვის გავიხსენებდი მარტივ მაგალითს, ძალიან მარტივ მაგალითს, როცა ეთიკაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ მიხეილ ალექსიძის საქმე 53 სკოლიდან გაგდებული ბავშვის, რომლის წინააღმდეგაც ეთიკური ნორმები დაარღვია როგორც ყველა მასწავლებელმა იმ სკოლაში არსებულმა, ასევე სკოლის დირექტორმა და უფრო მეტიც ქვეყნის პრეზიდენტმა. ასე რომ მე შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი პედაგოგის პირდაპირ ეთერში გაჟღერებული იდეები, რომ შეზღუდულს ქონე ბავშვები სწორედაც სახლში უნდა იყვნენ. ასე შემდეგ, ამით რისი თქვა მინდა, იცით რომ ეთიკურ საკითხზე სერიოზული პრობლემები დგას დღეს საგამოწმო სისტემაში და ამის დარეგულირება იყო ერთ-ერთი მთავარი შეკვეთა საზოგადოებისგან, რომელზეც ადეკვატური პასუხია. მაგრამ რაც შეეხება გაუგებრობას, როდის შეიძლება იყოს ეს გამოყენებული? სასკოლო პროცესის გარეთ. ეს არის მთავარი შეკითხვა, მე მგონი, რომელზეც ღელავს საზოგადოება. მე მინდა შემდეგ დავაზუსტო, ამ შემთხვევაში ჩვენ იმაზე კი არ ვკამათობთ, მასწავლებლები არღვევენ თუ არ არღვევენ ეთიკას. ცხადია არღვევენ და ცხადია ასეთი მასწავლებელი არსებობს და ცხადია ზომები უნდა იქნეს მიღებული. უბრალოდ რამდენად შეძლებს აი ეს კონკრეტული აქტი მინისტრის მიერ გამოცემული და შეიძლება რამე იურიდიულად არასწორად თქვა, მაგრამ ნუ მოსახლეობა იმედია სწორად გაიგებს ეს აქტი მასწავლებლის მიერ ეთიკის შესრულებას და ხომ არ იქნება გამოყენებული ეს ისეთი მასწავლებლების წინააღმდეგ, რომლებიც მაგალითად ამ კონკრეტულ სისტემას, ამ შემთხვევაში უგულისხმობ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის. იმიტომ რომ მასწავლებლების რაოდენობა დღეს თორცვებს ადრე 60,000 იყო, ახლა 50,000-მდე. არა, მეტი 65. დაახლოებით ამდენია, ეს თამას თუ გავამრავლებთ ოჯახების რაოდენობაზე, ეს არის ძალიან დიდი ესეთი ელექტორალური როგორ თქვა, ძალა. და აქედან გამომდინარე შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით საზრდოობდნენ ხოლმე ხელისუფალნი, როდესაც ამ სფეროს რეგულირებაში შედიან. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვაა. მე როგორც ხვდები, შევთანხმდით ნორმატიულ შინაარსზე ამ რეგულაციის და ნამდვილად ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავთ როგორც ჩანს. რაც შეეხება პროცესუალურ მხარეს, რაზეც თქვენი ლაპარაკთ, ანუ როგორ განხორციელდება ეს ახალი რეგულაცია, თუ ახლებურად დარეგულირებული საკითხი, მაგაში მე გიერთდებით და გამოვხატავ ჩემს ესე ვთქვათ ღელვას იმასთან დაკავშირებით, სკოლები არ არიან დამოუკიდებლები დღეს იმ ხარისხით და არც სკოლის არც ერთი ერთეული, შიდა ერთეული, რომელმაც უნდა მაგალითად სამეურვეო საბჭო, რომელსაც აქვს გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები სკოლის ცხოვრებაში, არ არიან იმ დონეზე მზად, რომ ეს პროცესუალური ნაწილი განახორციელონ ისე, რომ არ შეიქმნა საშიშროება მიუკერძოებლობის, ობიექტურობის, მინიმალურობის, აქ წერია, რომ ეს მინიმალურ დონეზე უნდა იყოს გამოყენებული და ასე შემდეგ. მტკიცების ტვირთან არის პირდაპირ კავშირში. ცალსახად წერია ზოგადი განათლების შესახებ კანონში, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, ნებისმიერი სახდელი, რომელიც იქნება გამოყენებული როგორც ბავშვის, ისე მასწავლებლის მიმართ. ამ შემთხვევებში მტკიცების ტვირთი აქვს სკოლის ადმინისტრაციას. აქედან გამომდინარე, მე პრობლემას ვერ ხედავ ზეპირი შეტყობინების დროსაც, როდესაც ვინც არ უნდა შეატყობინოს ის სკოლას ავტომატურ რეჟიმში წარმოეშება ვალდებულება მოიძიოს უტყუარი მტკიცებულებები და შეძლოს დასაბუთება, რომ ის რაც არის პრეტენზიები თუ ასე შემდეგ, არის რელევანტური და ობიექტურობის საზომით განსაჯოს და უფრო მეტიც ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება ექნება პედაგოგს. ზეპირს სიტყვებასაც ეხება, შეტყობინებასაც ეხება, ახაც ალბათ უნდა გავსაზღვროთ. ეხლა გასაგებია რომ მე თუ შევიტყვე იმის შესახებ, რომ თქვათ რომელიმე მასწავლებელმა, თქვათ მუხლებზე კუთხეში დააყენა ბავშვი და დაამცირა სხვა მოსწავლეების წინაშე, ამის შესახებ ზეპირად შევატყობინებ, ვისაც ეს ეხება, ხომ? მაგრამ
მხოლოდ ზეპირის შეტყობინება იქნება საკმარისი და ეს აღმოჩნდება საქმე თუ ეს უნდა გამაგრებული იქნეს შემდეგ უკვე მტკიცებულებებით არსებობდნენ მოწმეები დასტურდებოდნენ ეს და ვინ უნდა ამტკიცოს ამას წერა არ სჭირდება მტკიცების ტვირთის გადატანა სკოლის ადმინისტრაციაზე ეს არის ზოგადი პრინციპი რომ არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა კანონის დარღვევა ის არის ვალდებული ვისაც აქვს პრეტენზიები კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ასევე არ მინდა დაგვავიწყოს ჩვენ საუბრობთ არა სრულწლოვანებს შორის ურთიერთობაზე არამედ საუბრობთ ერთის მხრივ მოწყვლად კატეგორიაზე როგორც არიან ბავშვები რომელსაც არ შესწევთ იმის შესაძლებლობა იმ მომენტში ბავშვობის პერიოდში რომ დაიცვან საკუთარი თავი და როდესაც კონკრეტული პრეტენზია მაგრამ გაუშვათ რომ არ შესწევთ კანონის წინაშე მათი შესაძლებლობები გაცილებით სხვაგვარია მას სჭირდება გაცილებით მაღალი სტანდარტი დაცულობის რაც გამოიხატება იმაში რომ პირობითად ზეპირი შეტყობინების დროს სკოლა ხდება ვალდებული დაიწყოს მოკვლევა დაიწყოს შესწავლა საკითხის იმ პრეზუმპციით რომ არ მოხდეს შემთხვევით დარღვევის ესე ვთქვათ მიტოვება უყურადღებოდ რითიც შესაძლებელია დაზიანდეს ბავშვი. ყველაფრის ამოსავალი წერტილი არის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და ხშირად ჩვენი საზოგადოების წევრებს უჭირთ ხოლმე ამის გააზრება ეს არ არის თანაბარი ურთიერთობები და როდესაც ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და ბავშვის უფლებებზეა საუბარი და სრულწლოვანის უფლებებზე ცალსახად არის გაცხადებული კონვენციის თანახმად რომ როდესაც ბავშვის ინტერესი ეჯახება უფროსის ინტერესს უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესს და სწორედ მთელი ეს პროცედურა უნდა იყოს გამსჭვალული აი ამ ხედვით და სულიად გეთანხმებით იმაში რომ ბავშვის ინტერესი უნდა იყოს ამოსავალი მაგრამ რამდენად იქნება ამ ყველაფრის მიხედვით ბავშვის ინტერესი ხშირად ჯოჯოხეთისკენ გზა კეთილი განზრახვებით არის ხოლმე მოფენილი და ამიტომ ალბათ ლეგიტიმურია რომ კითხვები დავსვათ ამ ყველაფრის აი ეთიკის კოდექსი არის ნახსენები ამ ბრძანებულებაში ანუ ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ვთქვათ წესების დაცვა მოგიწევთ თქვენ როგორც სკოლაში ასე სკოლის მიღმა მე გამიჩნდა ესეთი კითხვა აი ვთქვათ მეოთხე მუხლი ეთიკის კოდექსის მეოთხე მუხლის მე-9 პუნქტი ესეთ რაღაცას ამბობს მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ ან პოლიტიკურ პროპაგანდას ზოგადად ეს პროპაგანდა სიტყვამ ძალიან ესეთი ცუდი დატვირთვა შეიძინა იმიტომ რომ აი ხშირად გვესმის ხოლმე მაგალითად იმ ფუნდამენტალისტებისგან რომლებსაც სხვა მათგან განსხვავებულების უფლებების შეზღუდვა სურთ ამბობენ რომ კი ბატონო თქვა სახშირად უნდათ ისქნან მაგრამ აი პროპაგანდას ჩვენ არ მივესალმებით ამიტომ ეს პროპაგანდაც ძალიან ესეთი როგორ თქვა ბუნდოვანი ტერმინია თუ შეგიძლიათ მითხრათ ამ შემთხვევაში თქვენ პრაქტიკოს მასწავლებელიც ბრძანდებით ხო თუ არ წუთია ამ წუთში ყოველ შემთხვევაში იყავით და შეგვიძლიათ რომ რა იგულისხმება ამაში აი რას ნიშნავს რომ თქვენ გეკრძალებათ პროპაგანდა ეს ეხება თქვენ არ გაქვთ უფლება გამოხატოთ თქვენი პოლიტიკური აზრი სკოლაში თუ ანუ უპირველეს ყოვლისა ანუ ალბათ გულისხმობს ამ არსებული წესის მიხედვით იმდენად ესე ვთქვათ ფართო არეალი აქვს იქ უკვე არსებულ ჩანაწერს გაკეთებული, რომ შეიძლება ყველაფერს მოერგოს ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ჩემს პირად პოზიციას, რომელიც დავაფიქსირო ჩემს სოციალურ ქსელში, შესაძლოა მოერგოს აი დისციპლინარული სახდელის ეს წესი, რომ მე ვეწევი პროპაგანდას რაღაცა კონკრეტული საკითხის შესახებ, თქვათ, იგივე მოსწავლეებში, ან იმ პირებთან, ვისთანაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში მიწევს ურთიერთობა. მე ხლა ვუსმენდი ანას და მიყვარს უბრალოდ მე მესმის რომ იურიდიული ტერმინოლოგია ვთქვათ რაღაცნაირად არის გარკვეულ შინაარს მოიცავს, თუმცა თავის მხრივ ეს წესი იგივე ზეპირი ინფორმაციისა თუ სხვა აი სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი აი ამ ჩანაწერის მიხედვით ტოვებს იმის განცდას რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ პირს შეუძლია და ჩამოაყალიბოს თავისი დასაბუთებული ინტერესი და ვერ შეედავები შენ ამაში რომ ეს არ არის დასაბუთებული ინტერესი იმიტომ რომ ცალკე ეს ტერმინი იურიდიულად არსად არ განიმარტება რომ რა შემთხვევაშია ინტერესი დასაბუთებული და რა შემთხვევაში შეიძლება მას არ ვუწოდოთ დასაბუთებული ინტერესი და ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი აზრის დაფიქსირების დროს შესაძლებელია მასწავლებელზე დაიწყოს დისციპლინარული
პერსონალური წარმოების წესმა ამოქმედება, რომელიც საკმაოდ ცუდად დასრულდება, არ აქვს მნიშვნელობა მას იურიდიული ტერმინით სასჯელს დავარქმევთ, მე თუ კონკრეტულად სახდელს დავარქმევთ. გარდა ამისა, ვთქვათ, თვითონ აი ამ ბავშვთან დაკავშირებით, ერთი მხრივ ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ დაიცვას თავი, მეორე მხრივ ბავშვი ზუსტად ამ წესის მიხედვით დისციპლინურ კომიტეტში გვევლინება როგორც ამ სახდელის გამომტანი, იმიტომ რომ ის არის მონაწილე დისციპლინური კომიტეტის წევრია, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული სახდელის დაწესების ან არ დაწესების შემთხვევაში. ეს ეხება როგორც მასწავლებელს, ასევე მის თანატოლს. თავის მხრივ აი ეს სიტუაცია ქმნის იმის ესე ვთქვათ, განცდას, რომ არათუ გაუაზრებელია ეს წესი თვითონ შექმნის პროცესშივე და კომპეტენციაზე საერთოდაც აღარ ვლაპარაკობ. რატომღაც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი დოკუმენტი, რომელიც ემსახურება იმას, რომ მასწავლებელი ყველა შემდგომ სიტუაციაში, რის წინაშედაც აუცილებლად დადგება ცოტა ხანში, ვთქვათ, იგივე სამინისტროს მხრიდან, იგივე წინა აქვთ ახლა სქემის ამოქმედების პროცედურები, რომელიც ნამდვილად ბევრ პრობლემას მოიტანს, მასწავლებელი იყოს გაჩუმებული, მასწავლებელმა არ ამოიღოს ხმა იმის საპირწონით, რომ მასზე არ იმუშაოს დისციპლინურმა. ახლა არ ჩაითვალოს პროპაგანდად, არ დაიწყოს მასზე დისციპლინური წარმოების წესი. იცით რა არის, ბოლო შედეგს თან კიდე, ეხლა ჩვენ რატომღაც ბოლო შედეგზე ვაკეთებთ აქცენტებს. ბოლო შედეგს დავანებოთ თავი თვითონ პროცედურა, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, რომ მასწავლებელზე იწყება საქმის წარმოება, რომელშიც მონაწილეობს მისივე კოლეგა, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც განიხილავს ამ საქმეს და ამავე წესით გაწერილია კონკრეტულად, რომ შეუძლია შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტიზის დანიშვნა, შეუძლია ასევე კანონით გამოყენებული ნებისმიერი ქმედების განხორციელება. ანუ რა, დაკითხვა შეუძლია, რომ ანუ სასამართლო, სამართალდამცავ საფუნქციებს რაღაცნაირად ითავსებს ესე ვთქვათ, თან კიდე არ არის განსაზღვრული არც ერთ წესში, საჯარო სკოლის შესახებ წესდება არეგულირებს დისციპლინური კომიტეტის რაოდენობას და ანუ არ არის განსაზღვრული რამდენი, უბრალოდ არის განსაზღვრული თანაბარი რაოდენობით. თანაბარი რაოდენობით შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ხო, ერთი მასწავლებელი, ერთი მოსწავლე, ერთი მშობელი. ანუ ამ 3 ადამიანმა უნდა შეითავსოს გამომძიებლის ფუნქცია და იმ პრევენციისთვის, ვთქვათ, რომ აი რაღაცა კონკრეტული განიხილოს კონკრეტული ესე ვთქვათ დანაშაული მაპატია თუ არასწორად ვამბობ, ანუ გადაცდომა, ნებისმიერი აქტივობა მიიჩნიოს თუ არა ის გადაცდომად, ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ გაცილებით უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინონ მათ აი იმ საბოლოო განაჩენით, რომელიც ამ არაკომპეტენტურმა აბსოლუტურად აი ამ საქმიდან აბსოლუტურად შორს მდგომმა პირებმა შესაძლოა პროცესში. ეს კიდევ მე ვთქვათ, ჩხრეკას თავისი წესები აქვს. უამრავი რამ არის თვითონ პროცედურებშია უამრავი პრობლემა კიდე ჯერ ისედაც პროფესიონალების მხრიდან. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არაპროფესიონალები ახორციელებენ და ერთი მთავარი პრობლემა კიდე რომ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ვისაც გვიმუშავია დირექტორად, მასწავლებლად, არის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი გარემოს, ამ ემოციური კლიმატის დადებითი, პოზიტიური კლიმატის შენარჩუნება. როგორ ფიქრობთ ეხლა რომ როცა იქ მასწავლებელია ამავე კომისიის წევრი, თუ გინდა ერთი და თუ გინდა 3 არ აქვს მნიშვნელობა. ბუნებრივია იძაბება კოლეგიალური გარემო და რომელიც ასევე თავის მხრივ ახდენს გავლენას. კი ბატონო, და ბატონ დავით ფერაძეს მინდა მივცე, თუმცა მანამდე მინდა რომ ძალიან დიდი ბოდიში მოვხადო ანას, რომელიც ისე გაირკვა რომ რაღაც მარტო უნდა გაუმკავდეს რაღაც კრიტიკას, რაღაც კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ ამაში დამნაშავე უფრო ერთადერთი მინდა დავაფიქსირო რომ მე არ წარმოვადგენ სამინისტროს განათლების სამინისტროს არ წარმოადგენს, ეს უბრალოდ არის მოქალაქე, რომელმაც გაიზიარა ვთქვათ ის აზრი რომ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია, ის უნებათა ღელვა ნაწილობრივ მაინც რაც წარმოქმნა, ამიტომ ჩვენს განათლების სამინისტროს შევთავაზეთ თეორემაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ისინი არასწორი ინტერპრეტაციაზე საუბრობდნენ და იმისთვის რომ სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს, გამისთვის საუკეთესო გზა არის რომ გამოხვიდე და შემოგთავაზოთ ეს სწორი ინტერპრეტაცია. მაგრამ მათ განვიცხადეს რომ დღეს დასვენების დღე არის და ამიტომ სამუშაოდ ვერ მოიცლიან. მან დავით ფერაძეს მინდა ვთხოვო ახლა. ბატონ დავით, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ თეორემაში იღებთ მონაწილეობას. ბატონ დავით, ერთი მხრივ არის მასწავლებლის უფლებები
სასწორზე ესე დევს მასწავლებლის უფლებები, რომ არ დაირღვეს მასწავლებლის უფლება. მეორე მხრივ არის ბავშვის ინტერესი, მოზარდის ინტერესი, სკოლის მოსწავლის ინტერესი, რომ ის არ გახდეს, თქვათ, მასწავლებლის მხრიდან არაეთიკური მოპყრობის მსხვერპლი. მე ვიცი რომ თქვენ კრიტიკოსი ბრძანდებით აი ამ სამინისტროს მიერ შემოთავაზებული თქვათ მეთოდის თუ რა გზით უნდა მოხდეს ბავშვის მიმართ ჩადენილი ეთიკური გადაცდომის აღკვეთა, მაგრამ თქვენი ალტერნატიული მოსაზრება თუ გაქვთ, როგორ უნდა დაიწყოს, რა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვის ინტერესი? პირველ რიგში მეც მადლობას გეტყვით მოწვევისთვის, მოგილოცავთ ამავდროულად დღევანდელ დღეს თქვენს პედაგოგებს და სრულიად საქართველოს. მე მინდა უფრო ესე ვთქვათ, ზოგადი თვალსაჩინოდან შევხედოთ ამ საკითხს, საერთოდ ეხლა სამართლებრივი შეფასება, ეს უფრო იურისტების საქმეა, გასაგები არის და იქ არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი და საკმაოდ ლაფსუსები, რომელზეც იყო ეხლა საუბარი და პრესაშიც უკვე არაერთი პუბლიკაცია შეეხო ამ თემას. უფრო ზოგადი კუთხით მინდა შევეხო, საერთოდ რა საჭირო იყო აი ამ დოკუმენტის, აი ამ წესის შემოღება და თან ესე ვთქვათ ქალბატონ ანასაც ერთის მხრივ ესე ვთქვათ დავეთანხმებოდი ამ გაგებით, რომ ისედაც არსებობდა რა თქმა უნდა ესეთი რეგულაციები, თუნდაც იგივე შინაგანი წესების სახით და როდესაც ლაპარაკობს სამინისტრო თავის პოზიციის ესე ვთქვათ არგუმენტად მოყავს ის, რომ ჩვენ თითქოს ეს ერთიან სისტემაში მოვაქცევთ და გაუგებარი არის არ მესმის ეხლა ერთი სკოლის შინაგანი წესში დაუშვათ რაღაცა კონკრეტული სახელი არსებობდა, მეორე სკოლის შინაგანი წესში კიდევ სხვა კონკრეტული თუ რატო ნიშნავს ეს გაერთიანებას, ესეც გაუგებარი არის, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს და ვიტყოდი ესე ვთქვათ შემდეგ საკითხს სამინისტრო რა შუაში იყო აქ და რა უნდოდა სამინისტროს, რაც არსებობს ზოგადი განათლების კანონი, როგორც ბრძანა არსებობს კოდექსი თუნდაც და როდესაც არსებობს შინაგანი წესები. ეს იყო მორიგი გადადგმული ნაბიჯი სანიკიძის მხრიდან ავტორიტარიზმისაკენ, მას შემდეგ რაც მან ნეპოტისტურად დისკრეციების გამოყენებით ვინც უნდოდა ისინი გაამწესა დირექტორებად სკოლების უმრავლესობაში და ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯი ახლა ავტორიტარიზმისგან იყო ეს გადადგმული, რომ ამით თქვა სამინისტრო, რომ თავარი მოთამაშე ამ სისტემაში მე ვარ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ კანონში ცვლილება ისიც კი შევიდა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის თან დაკავშირებით სამინისტროს რაღაცა ექსკლუზიური უფლება მიენიჭა პარლამენტმა დაუმტკიცა მას ეს. ესე იგი, სამინისტრო ერთგვარი სახელმწიფოს ქმნის კიდევ სახელმწიფოში და ამის ყველაფერი თავი და თავი გახლავთ სწორედ სანიკიძე. ეს ერთი მომენტი ამისა, რატომ გაკეთდა ეს. მეორე მომენტი გახლავთ ისიც, რომ ყურადღება გადავიდა ამ საკითხზე იმ სოციალური პრობლემატიკიდან, რომელიც პედაგოგების წინაშე დგას და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას შემდეგ რაც კატეგორიებად დაყოფა და სელექციებად დაყოფა გადაწყდა პედაგოგებისა, რითაც თავის დროზე სანიკიძემ და ამჯერადაც გვეუფლება ჩვენ რომ თქვენ არაპროფესიონალები ხართ და ამიტომ გჭირდებათ კატეგორიებად დაყოფა. აი ამ დოკუმენტის შემოღებით გითხრა კიდევ ერთი რამ, თქვენ არაეთიკურებიც ხართ და ცოტა არ იყოს თითქოს ეს დღის წესრიგში იდგეს. რა თქმა უნდა ხდება გადაცდომები და რასაკვირველია, უნდა რეგულირდებოდეს ეს შესაბამისი კანონი, რეგულირდებოდა კიდეც ეს აქამდე, ახლა მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში კი თქვა აქ რომ ჩვენ დანაშაულებთანაც გქონდა შემთხვევა თუ დანაშაული იყო, ალბათ უნდა იყოს გამოძიებული და უნდა იყოს ეს საზოგადოების წინაშეც გამოტანილი თუ მასწავლებელი დანაშაულს ჩადის. მაგრამ მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს ეხლა რომ მასწავლებელი სადღაც 21 საუკუნეში თუნდაც ეხლა გადაცდომის ფაქტი დაფიქსირდა და მან პასუხი არ აგო ამაზე. თქვენ არ იცით რამხელა ესე ვთქვათ გაცნობიერებული არის საზოგადოება საამისოდ, რომ მასწავლებლის გადაცდომა არ შერჩეს. ანუ ეს არ არის ესე ვთქვათ წესი და საერთო სენი. შეიძლება არის ცალკეული გადაცდომა, ისე როგორც საერთოდ სახელმწიფოში არსებობს დანაშაულები ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო იმის გამო, რომ 2 ან 3 დანაშაული ხდება, დანაშაულებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ სკოლებიც დანაშაულებრივი არის აქედან გამომდინარე. მაგრამ სამინისტრომ ამ წესით გითხრა, რომ თქვენ არაეთიკურებიც ხართ, თურმე იქ ტოქსიკურ საშუალებებსაც მოიხმართ, თურმე პროპაგანდასაც ეწევით და რაც ყველაზე საინტერესო არის, ძალიან გამოკვეთილად არის ერთი მუხლი აი ამ საფრთხეში ჩადებული, მაგალითად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაც კი თუ თქვათ პედაგოგი
დაუშვათ რაღაც აზრს გამოთქვამს ინტერვიუს იტყვის, ესეც კი შეიძლება გახდეს სახტელის დადების საფუძველი. თან ვისგან იმ ადამიანებსაც შეუძლიათ ეს, ვისაც უშუალოდ ევალება თურმე საქართველოს სკოლებში იყოს წესრიგი უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში ეს ფუნქცია შეიძლება სამინისტრომ აიღოს და კონკრეტულ პედაგოგს სამინისტროს წარმომადგენელმაც შეიტანოს საჩივარი ზეპირი იქნება თუ ეს წერილობითი დისციპლინარული კომიტეტის წინაშე. ანუ ეს ყველაფერი მთლიანობაში ამას ემსახურებოდა და აი აქეთ იყო მიმართული. აი ეს არის ყველაზე საინტერესო ვიდრე იქ დეტალები რომლებიც ახლა რამდენი რა თქმა უნდა არსებობს იქ ლაფსუსები და აგერ ითქვა კიდეც და მე ზოგიერთი რამისთვის არც მიმიქცევია ყურადღება ქალბატონ ანასგან იყო ეს აქ პირველად გამოტანილი რასაკვირველი ესეთი ლაფსუსებიც არსებობს მაგრამ თავარია დაიდო ეს და ეს უკვე მეორე საკითხი აღარ აინტერესებს სანიკიძეს იქ რა წერია თავარია მან თქვა რომ აქ მე ვარ მთავარი კი ბატონო, თქვენ ჩამოთვალეთ პრობლემები, რაც თქვათ, აი ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება, მაგრამ მოგვარების გზა ამ პრობლემების თქვათ, გადაწყვეტის გზას რა შესთავაზებთ? გზას ხედავთ ჩვენ იმაში, რომ სამინისტროს უნდა ყავდეს ისეთი ხელმძღვანელი, რომელიცაც შეუძლია იმ ხალხთან დიალოგზე წასვლა, ეს იქნება კონსტრუქციულ დიალოგს გულისხმობ, ვისი მინისტრიც ის არის. სანიკიძემ მოსვლის დღიდან ამაზე უარი განაცხადა, ჩვენ არაერთხელ გქონდა ამის მცდელობა. ეხლა თუ ის მეტყვის, რომ ეს მე რაღაც განსაკუთრებულად კრიტიკული ვარ და ამიტომ არ მოდის დიალოგზე, ეს არ იქნება გამართლება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მწვავე კრიტიკა თუ არამწვავე თუ კონსტრუქციული თუ არაკონსტრუქციული, მინისტრს უნდა შეეძლოს. პირველი მოგვარების გზა ეს არის, რომ პედაგოგებს კითხოს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს არა მარტო დაუშვათ ეს დისციპლინარული სახტელის თემატიკაზე არ ვლაპარაკობ, საერთოდ ყველაფერი. მაგრამ მე როგორც გითხარით, ის ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ ავტორიტარიზმისკენ თქვენ კარგად ვზანით გადაცემის დასაწყისში, როგორც შაშკინმა აიღო გეზი ეს ესტაფეტა მან წარმატებით გადაიბარა და უფრო მეტად წარმატებით ვიდრე ის აკეთებდა. უფრო მეტად ესე ვთქვათ ავტორიტარიზმისაგან მივდივართ ჩვენ ახლა მე ამ სახტელის დადებაში რაღაც ისეთს რომ მასწავლებლებს ახლა მაინც გაუკვირდება ვერ ხედავ. იმაზე უარეს დღეში შეიძლება ვეღარც აღმოჩნდნენ მასწავლებლები ვიდრე არიან ახლა თუნდაც აი ამ წესის ამოქმედების შემთხვევაში. გამოსავალი ეს არის რომ სანიკიძე ვერ ნახულობს გამოსავალს. სანიკიძეს არ შეუძლია მართვა, ის არ არის მენეჯერი. სანიკიძეს არ შეუძლია დიალოგი. ესე იგი უნდა მოვიდეს აქ ისეთი ადამიანი, ისეთი მინისტრი უნდა გყავდეს სტრუქტურას, რომელსაც შეუძლია ხალხს კითხოს, როგორ გადავწყვიტოთ ყველაფერი. ხა პედაგოგები ესე ხელწამოსაგრებები არ არიან მაპატიონი, ახლა მე რაღაც მუშებმა არ ვაყენებ მათ შეურაცხყოფას, მაგრამ ასეთი კატეგორიის ხალხი არ არის, ეს არის რაღაცა ფენა, რომელსაც ეკითხებით ჩუას, ხო და ეკითხება ყველა. ჯერ მარტო იმიტომ ალბათ ამას გულისხმობთ, რომ უშუალოდ მოსწავლეებზე აქვთ გავლენა და აქედან გამომდინარე. და ძალიან ბევრი რამეს, ახლა ერთი მასწავლებელი, თქვენ აი ესეც აღნიშნეთ წეღან ელექტორატთან კუთხით რო განიხილეთ, ელექტორატის ასპექტში რო განიხილეთ მასწავლებელი, ერთი პედაგოგი ხმა თუნდაც ახლა ესე უხეშად რო ვთქვათ, საარჩევნოდ უდრის დაახლოებით ესე ვთქვათ, მის უკან არის მშობლები, ბავშვები და ასე შემდეგ და გარკვეულწილად ამიტომ უფრთხილდებოდნენ ხოლმე ხელისუფლება და ერთი პედაგოგი საშუალოდ უდრის 100 კაცის ხმას. მე შეიძლება დამარწმუნებელი შეიძლება ის იყოს 100, 200 კაცისთვისაც კი. ნუ ახლა ეს 100-ია ფაქტია. თუმცა იმასაც გეტყვით ალბათ რომ ამან ხელისუფლება პედაგოგების მძევლად არ უნდა აქციოს. ბატონ დავით, უბრალოდ იმის გამო რომ პედაგოგებს ბავშვებთან უწევთ ურთიერთობა, შესაბამისად ვანდობთ მათ ბავშვებს, ალბათ იმაშიც უნდა ვენდოთ რომ შეხვედრების, ანუ მეტი შეხვედრა და მეტი კომუნიკაცია გქონდეთ მასთან და ვთქვათ მათი აზრით მოვისმინოთ. ხო, რომელიც აბსოლუტურად იგნორირებული არის ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად. მე ხლა 2 თვის წინ გქონდა 300 პედაგოგთან შეხვედრა მინისტრს, მაგრამ ეს იყო წინასწარ შერჩეული ხა ასეთი კომუნისტური ბრეჟნევიადური მეთოდები, რა თქმა უნდა, გრძელდება და ესეც ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ ის უნდა შეხვდეს იმ ნაწილს და ის ვის საღაზრს გამოთქვამს და ვისი აზრისაც არ შეეშინდება. ხა ჩვენ როდესაც ვთხოვდით მას თანამშრომლობას, არ ვეუბნებოდით რომ დაგახჭობთ ახლა და გადმოგაგზავნოთ. რას ამის ნებაც არ აქვს და არც ძალა არ აქვს და ის ფაქტიც რომ თუნდაც დღეს თქვენთან სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ არის და არ ზის და არა მარტო თქვენთან ეს უკვე მათ ტრადიციად ექცათ, ეს იმის დამადასტურებელი კი არ არის რომ დაუშვათ დესტრუქციაზე არ აკეთებენ ისინი თავიანთ მოსაზრებას. ეს იმის დამადასტურებელი არის რომ იგნორირებას უკეთებენ საზოგადოებას, პედაგოგებს, საზოგადოებრივას ერთი და იმის დამადასტურებელი რომ მათ არც შეუძლიათ პასუხის გაცემა. ნუ ეხლა ერთი იტყვიან მარტო რომ ჩვენ ამაზე აზრი არ აქვს, ნუ ფერაძე ან დაუშვათ რამინიშვილი ან ვიღაცა ან თქვენ ტყუით მორჩა, ამით ამთავრებენ ყველაფერს. ეს ძალიან ცუდია.
კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო დავით საინტერესო საუბრისთვის და ემოციური საუბრისთვის. და ბატონ სიმონს მინდა ვკითხო ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა. ზოგადად აღნიშნე მეც რომ აი ეს ეთიკის კოდექსიც კი 2010 წელს მიიღო დიმიტრი შაშკინმა, ეს მიღებული იქნა სამინისტროში. შემდეგ აი ეს თითქოს აი პედაგოგების ქცევის მართვა მას შემდეგ ხდება სამინისტროდან. რამდენად სწორია ეს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ყველას აი 2003 წლის შემდეგ დაიწყო სკოლების დეცენტრალიზაცია, ხდებოდა ამ სამეურვეო საბჭოების რაღაცა პოპულარიზაცია, რომ სკოლებს თვითონ აეღოთ თავის თავზე. ისედაც თვითონ აი დაფინანსების წესიც კი როგორიც იყო, რომ თქვათ ბავშვს მიყვებოდა დაფინანსება და არა უშუალოდ სკოლას, რაც შესაძლებლობას აძლევდა სკოლებს, რომ ვინც მეტ ბავშვს მიიზიდავდა, იმას მეტი დაფინანსება ქონოდა და мотиваციაც ქონოდა იმისი, რომ თვითონ უკეთესი ყოფილიყო ვიდრე სხვა სკოლა და მეტი ბავშვი. აი ეს ყველაფერი თითქოს აი 2000 დღეს ზოგადად რა საჭიროა სამინისტროს ცენტრალური მართვა? როგორ ფიქრობთ? არ გაამართლა მასწავლებლებზე იმის მინდობამ, რომ ისინი თვითონ მოახდენენ საკუთარ თვითრეგულირებას და საჭირო არის მინისტრის ჩარევა? რამ განაპირობა ეს სკეპტიციზმი სკოლებისთვის პროცესის მინდობის მიმართ? ცხადია ეს დოკუმენტები, რასაც სამინისტრო გამოცემს, უბრალოდ დოკუმენტი არ არის და არ უნდა შევხედოთ მას როგორც იურიდიულ დოკუმენტს, არამედ უნდა შევხედოთ მას ამ ყველაფერს როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტებს. ანუ პოლიტიკის ინსტრუმენტები სხვადასხვა, აი ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვაგვარი იყო მაგალითად დეცენტრალიზაციაც ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რაღაც პასუხისმგებლობები გადანაწილდეს და თუ საზოგადოება გვინდა რომ თავს სკოლის მფლობელად მიიჩნევდეს და პასუხისმგებლობაც საზოგადოებას ჰქონდეს, მაშინ საზოგადოება უნდა იყოს ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. და საზოგადოების ნაწილია თავისთავად ცხადია პროფესიული გაერთიანებების, როგორც არის თქვა, ასოციაციები, მასწავლებლების. ზოგადად ეთიკის კოდექსები უმეტეს შემთხვევაში დასავლეთში, სადაც პრინციპში ეს განვითარდა, ანუ ეს ინსტრუმენტი განვითარდა, არის თვითრეგულირების ერთ-ერთი მექანიზმი. ეს პროფესიები თავის თავს არეგულირებენ ამ კოდექსების მეშვეობით, ანუ წესით მასწავლებლებმა უნდა შემოიღონ ეს კოდექსი და თვითონვე არეგულირონ ის, რომ მათივე წევრებმა ეს კოდექსი დაიცვან. ცხადია, საზოგადოება შეუძლია ჩაერიოს. ხა რა შეიძლება იყოს სამინისტროს ინტერესი, ხო? ანუ ერთი მხრიდან არის ინტერპრეტაცია, რომ სამინისტროს უნდა ბავშვების დაცვა და ამიტომ შემოაქვს ეს ცენტრალიზებული პოლიტიკის ინსტრუმენტები, მეორე მხრივ არის წარმოდგენა, რომ სამინისტროს უნდა თავის ძალაუფლება გაზარდოს სკოლებზე, ან შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა ერთი მხრიდან ეგონოს ადამიანს, რომ მეტი პასუხისმგებლობა ექნება სახელმწიფოს და უფრო ქმედითი იქნება, ანუ საბოლოო ჯამში უფრო დაცული იქნება ბავშვი, თუმცა ჩვენ ვიცით ის, რომ ამ რეგულაციების ცენტრალიზებულად გამოცემა არანაირად არ ნიშნავს, რომ ეს რეგულაციები ინერგება. ანუ ეს არის ილუზია, რომ თუ რა კარგად იქნება დოკუმენტი გაწერილი, თუ დოკუმენტში ზუსტად ეწერება, მაგალითად სკოლის გარეთ არსებულ რა გადაცნობის შემთხვევაში შეიძლება ჩაერიოს. მაგალითად, სკოლის გარეთ შეიძლება მასწავლებელი იყოს რეპეტიტორი საკუთარი მოსწავლის, რაც ეთიკის კოდექსით შეიძლება დაუშვებელი იყოს, ხო? ანუ ამ შემთხვევაში გამართლებულია, ხო, ვითომ და თუ ჩაიწერება ამ რეგულაციაში, რომ აი ამ შემთხვევაში შეუძლია სკოლამ დაიწყოს წარმოება, მაშინ იქნება გამართლებული. მაგრამ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ საჭირო გახდება უფრო და უფრო მეტი განმარტებების დაწერა, უფრო და უფრო მეტი რეგულაციების შემოღება, იმიტომ რომ რეალურად სკოლაში შეიძლება არსებობდეს ბევრი ისეთი შემთხვევა, რაც წინასწარ არ გვაქვს გათვლილი. მაგალითად, არავინ არ ასაუბრობს იმაზე, რომ სკოლაში, თითქმის ყველა სკოლაში მე რაც მინახავს, ყოველ შემთხვევაში სადაც ყოფილვარ და მათ შორის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ყოფილვარ, მინახავს როგორ მოიხმარენ სკოლაში ალკოჰოლურ სასმელებს. მაგალითად, ახალი წლის საღამოს აღნიშნის დროს შეიძლება მაგალითად მე-12 კლასელმაც კი, რომელიც უკვე 18 წლის არის, დალიოს თქვა შამპანიორის ერთი ჯიგა. და ამაში განანაირ არაფერი კატასტროფული არ არის, ჩემი აზრით, მით უმეტეს იმ კულტურის ფარგლებში, სადაც ბავშვებს აქ თქვათ, არ ვიცი, თქვათ შეუძლიათ 18 წლიდან მოხმარებას მე მგონი არ არის ეს ისეთი დონის პრობლემა, რომ ცენტრალიზებულად სამინისტრომ უნდა აკონტროლოს სკოლა, აკონტროლებს თუ არა ამას და რა პროცედურით აკონტროლებს კიდევ. ცხადია, გასაგებია, რომ ანკი აქვს უნარი, რომ ეს აკონტროლოს. თვალი მასწავლებელი გაკვეთილზე რომ არ უნდა იჯდეს, ეს გასაგებია, მაგრამ ის რომ გამოსცა ესეთი წესი არ ნიშნავს იმას, რომ სკოლა დაინტერესებულია, რომ ეს წესი შეასრულოს და დაინტერესებული არის თუ არა საზოგადოება, რომ ეს წესები შეასრულოს, მით უმეტეს რომ თითოეულ ამ წესის დარღვევაზე, მაგალითად იგივე ნარკოტიკის მოხმარებაზე სკოლას შეუძლია რომ ვთქვათ შენიშვნა მიწეს.
მასწავლებლებს. შემდეგ საყვედური უთხრა, შემდეგ თითი დაუქნიოს და ანუ ძალიან ბევრი პროცედურა შეიძლება დაჭირდეს იმისთვის, რომ მასწავლებელი გაუშვან სამსახურიდან. ანუ ესეთი რეგულაციები რეალურად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კიდეც სკოლის სურვილს და მოსწავლეის ინტერესებს, იმიტომ რომ ერთი მხრივ ართულებდეს მასწავლებლის გაშვებას, იმიტომ რომ როცა ბევრია ეს პროცედურა ცენტრალიზებულად მიღებული და როდესაც ეს პროცედურა არ არის შემუშავებული იმ ხალხის მიერ, ვინც უნდა შეასრულოს, ძალიან ხშირად უშვებენ ხოლმე შეცდომებს და შემდეგ მასწავლებელს შეუძლია გაასაჩიროს ნებისმიერი შეცდომა და თქვათ აღიდგინოს თავის სამსახურში ან თქვათ გააუქმებინოს ის სახელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომაც შეიძლება პირიქით ხელს უშლიდეს სკოლებს რომ იყვნენ სწრაფი რეაგირების დროს მე მარიამს ვერ დავეთანხმები იმაში რომ ესენი არაპროფესიონალები არიან ესეთი პროფესია არ არსებობს რომელიც მასწავლებლის ქცევას აკონტროლებს ჯერჯერობით არსებობდა ცდელობა რომ ესეთი პროფესია შექმნილი იყო და ეს იყო მანდატურები ანუ ესეც პოლიტიკის ინსტრუმენტი იყო ანუ წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ანუ ესეთი რეგულაციები კი არ შემოიღო არამედ შემოიღო ინსტიტუტი რომელიც გააკონტროლებდა რომ მასწავლებლებს თქვათ შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ ბავშვებისთვის არ ეცემათ იქ სკოლაში ბავშვებს ერთმანეთისთვის და ასე შემდეგ. პრინციპში პირდაპირ ამბობდა წინა მინისტრი რომ აი ჩვენ გვეუბნებიან რომ მშობლები რომ მასწავლებლებიც ცუდად იქცევიან და ისინიც ხომ აბრაუქნათ. ვიღაცამ ხომ გააკონტროლოს. კიდევ სხვა შეიძლება უნდა ვთქვა რომ მე უკვე როდესაც ვნახულობდი საზოგადოებრივი აზრის კვლევებს მანდატურის ინსტიტუტს საზოგადოებაში გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა, ну საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი, ანუ ეს არ იქნა, არ იყო ჩემდა გასაკვირად, იმიტომ რომ მე ვეწინააღმდეგებოდი ამას, ჩემდა იმედი მქონდა ყოველ შემთხვევაში რომ ეს გამოიკვეთებოდა როგორც პრობლემა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხში არ დამეხმარა ნამდვილად. დღესაც არის, ამ წესშიც არის, ეს უბრალოდ სიტყვა მანდატური არ არის ნახსენები, თორე ანუ ვინ იწყებს დისციპლინური წარმოების წესს, ვინ არის წამომწყები, ანუ მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი და ყველა ის პირი, რომლის სამსახურეობრივ საქმიანობაში შედის სკოლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ანუ ეს არის როგორც ანუ ესეც შეიძლება იყოს მანდატურით, ესეც შეიძლება იყოს იმ უბნის ინსპექტორით, რომლის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის კონკრეტულად მის რაიონში არსებული სკოლები. კი ბატონო, სამინისტროს აქვს მე გეთახმებით პროცესუალურ ნაწილში, თქვენს გეთახმებით გამოთქმულ საზრებებს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ განხორციელდება ეს წესები და ბევრი რამის თქმა შემიძლია რა ხარვეზები აქვს პროცესის ნაწილში აი ამ გაწერილ დოკუმენტს, მაგრამ მიზანს ვეთანხმები. რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს და განათლების სამინისტროს პირველ რიგში უნდა ესმოდეს, რომ ეთიკის კოდექსები არის თითქმის ყველა პროფესიაზე, მაგალითად მე ადვოკატი ვარ და მე მბოჭავს ეთიკური წესები, მე მომწონს თუ არ მომწონს, უნდა დავემორჩილო ეთიკურ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ ისევე როგორც აქ არის გაწერილი დაახლოებით დისციპლინური სახდელები ამოქმედება ჩემთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მეძახიან, რომ არაეთიკური ხარო, ესეც არასწორი ინტერპრეტაცია იქნება ჩემი აზრით. ეთიკური წესები ეს ნორმაა და მიღებულია ყველგან. მაგრამ თავარი რაც უნდა გვესმოდეს და განათლების სამინისტროს პირველ რიგში ეს არის, რომ ეთიკის ნორმები ეს არის პროფესიული კვალიფიკაციის ხარისხის კონტროლი და არა მასწავლებლის კონტროლი პირდაპირ გაგებით, თქვათ პირადი ცხოვრება იქნება თუ სხვა დეტალები, რას როგორ ახორციელებს. ეს მას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. თუ ეს არასწორად ესმის სამინისტროს და ეს მე სურვილი მაქვს რომ გავიგოთ მათი დეტალური პოზიცია, მაშინ ცხადია უფრო რეალისტური ხდება ის საშიშროებები, რაზეც თქვენ საუბრობთ. მე გეთახვევით. რაც შეეხება მინდა პასუხი გავცე ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. მასობრივი ესე ვთქვათ მედია საშუალებით გაჟღერებული რაღაც მოსაზრებები მასწავლებლის, რომელზეც მაგალითისთვის ამბობენ რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღოს. პირველ რიგში გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების უფლება ვერ დადგება კვალიფიკაციის კონტროლის, კვალიფიკაციის ჩარჩოს დეტალებთან. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა თემა, მაგრამ მოდი გავიხსენოთ ერთი ძალიან ახლახანს მომხდარი საინტერესო შემთხვევა. მედრესეზე ჩამოკიდებული ღორის თავის შემთხვევა, როდესაც პედაგოგმა ეთიკური რო ვიყო დიდი აღწყინებით ხაზი გაუსვა იმ პროცესს რა გააკეთა და ეს გავიდა მასობრივი საშუალებით იმ დროს, როდესაც მას ბავშვები უყურებდნენ. ეს არის ერთ-ერთი ის შემთხვევა, როდესაც
ჩემი ღრმა რწმენით, ეთიკური ნორმები სწორედაც უნდა ამოქმედდეს აი ასეთ მასწავლებელთან მიმართებაში. ეთიკური და არა უფრო მძიმე. რაც შეეხება მაგალითად უხეშ დარღვევას, მინდა რომ აი თქვენ ბრძანეთ რომ ზოგჯერ გამოიყენებს გაფრთხილებას, ზოგჯერ საყვედურს და გათავისუფლებას. ეს ესეთი მიშვებული პროცესი ნამდვილად არ არის. ეს დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე, როდესაც საუბრობთ მძიმე დარღვევაზე, სისტემატურ დარღვევაზე და უხეშ დარღვევაზე, ცხადია ამის მიხედვით გამოიყენება გათავისუფლება, საყვედური ან სხვა რა. რა თქმა უნდა, ეს კონტროლირდება და უფრო მეტიც ცხადია ეს არის პროცედურები. ჩვენ წარმატებულები. მე მესმის, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს თემები გაწერილი პროცედურები არის უფრო სამართლებრივი, ვიდრე სხვა, ამიტომ ობიექტურად იწევს არა იურისტებში გარკვეულ შეკითხვებს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამინისტროს აქვს ვალდებულება გამობრძანდეს აბსოლუტურად ყველა შანსი გამოიყენოს მედიას საშუალებით, მათ შორის საჯარო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, არც ერთ პროცესში მოსწავლე არ არის ჩართული. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მოსწავლის პედაგოგის ეთიკურ ქცევაზე. და ჩვენ არ ვიცით მოსწავლეების აზრი. ჩვენ არ ვიცით მათი მშობლების აზრი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკითხათ იმ სუბიექტებისთვის, რომლებმაც ჩვენზე უკეთ და მათ შორის სამინისტროს თანამშრომლებზე უკეთ იციან, რა სურთ, როგორი ქცევაა მისაღები მათთვის, მაგრამ როგორც ჩანს სამინისტრო არ თავს მათ პროცესებში. რაც კიდევ ერთხელ ქმნის იმის საშიშროებას. და გავჩუმდები, მადლობა დიდი. პოლიტიკური მექანიზმი. ჩემი აზრით ეთიკური სტანდარტების უფრო მაღალი ხარისხით დაცვის მოთხოვნა ამცირებს პოლიტიკური მიზნებისთვის პედაგოგების გამოყენებას და ეს იქნება პირიქით უფრო მაღალი კონტროლის მექანიზმი საზოგადოების მხრიდან, ბავშვთა უფლებების დამცველების მხრიდან და მშობლების მხრიდან, ვიდრე იყო მანამდე. რა გაძლევთ ამის თქმის შესაძლებლობას, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაგალითად პროპაგანდა, აი ესეთი სიტყვა არსებობს და დამეთანხმებით ალბათ რომ აი ეს შავრაზმელებიც, რომლებიც მაგალითად თქვათ, არ ვიცი მე, სხვადასხვა ტიპის უმცირესობათა ქუჩაში გამოსვლას ეწინააღმდეგებიან, ამას ხსნიან იმით, რომ მათ არ უნდათ გარყვნილების პროპაგანდა. ეს პროპაგანდა ძალიან ბუნდოვანი რამეა, რა გულისხმობს პროპაგანდა. და როდესაც მოსწავლებელს ეუბნები, რომ შენ სკოლის მაშინ გეკრძალება პროპაგანდა და ეს მართლაც ესეა, მაგრამ მე ვიცი შემთხვევები, როდესაც აი 55 სკოლის მასწავლებელი ბავშვებს უყვებოდა და უმტკიცებდა, როგორ სცემს გიგა ბოკერია თავის დედას და შემდეგ ეს დედა როგორ შეშჩივის ამ ყველაფერს ნონა გაფრინდა. ამაზე არ უნდა გადაიხედოს ესეთი ქცევა, ეთიკური სტანდარტების ხადია ეს გულისხმობს გადახედვას, მაგრამ ეს არის ერთი, მაგრამ ეს ქალი რომ გამოვა და იგივე თქვას, ვთქვათ, არ ვიცი მე, თავისი მეზობლის ბავშვის თანდასწრებით, ხომ? ანუ ერთი არას ამბობს სკოლაში, მეორე არას ამბობს სკოლის მიღმა. ანუ აქაც შეიძლება, მით უმეტეს აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. ესეც სამართლებრივია და მე ბოდიშს ვიხდი, რომ მიწევს რაღაც ისეთი სიტყვების გამოყენება, რომელიც არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ვერ ვცდები ამ ფარგლებს. ძალიან მნიშვნელოვანია პროცესზე დაკვირვება, იმიტომ რომ არ მოხდეს ისეთი ინტერპრეტაცია და თქვენ სწორს ბრძანებდით, რას ნიშნავს სკოლის დასაბუთებული ინტერესი. გასაგებია ეს შეფასებითი კატეგორიაა, მაგრამ არსებობს გარკვეული გამოცდილება და ძალიან კარგი იქნებოდა თუ ზოგად ინდიკატორებს მაინც მიუთითებდა ბრძანებაში მინისტრი, რომელიც დაახლოებით შექმნიდა წარმოდგენას, რა ტიპის ქცევა შეიძლება იყოს, რა ტიპის ინფორმაციამ შეიძლება დაასაბუთოს სკოლის ინტერესი. მაგრამ ამ შემთხვევაში რაზეც თქვენ ბრძანეთ, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში იყოს განხილული ესეთი საქმე, როდესაც თავარი რა არის ეთიკის კოდექსის მიზანი არის დაარეგულიროს მასწავლებლის პროფესიული ქცევა მოსწავლის, მშობლის, კოლეგის და ყველა დასაქმებლის მიმართ. ეთიკის მიზანი რა არის გასაგებია? სამინისტროს მიზანი რა შეიძლება? სამინისტროს მიზანი მე არ ვიცი რა არის. ხო და ინსტრუმენტად ხომ არის ქცევა ერთგვარი პოლიტიკური შურისძიების იმას. რომელიც სხვადასხვანაირად იკითხება, არის თუ არა უკვე ცუდი დოკუმენტი. ცხადია ეს პრობლემაა. თვითონ სამინისტრო ამბობს რომ სხვადასხვანაირად გებულობენ და ამის უკვე ნიშნავს რომ ამის განმარტება არის მათი ვალდებულება და უფრო მეტიც ამის განმარტება არის უფრო მეტად სკოლის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ არის უფლებამოსილი განახორციელოს ეს პროცედურები. ამაში სამინისტრო ვეღარ ჩაერევა.
რაც შეეხება კონკრეტული მოსწავლის ან მასწავლებლის მიმართ დისციპლინურ დევნას, არანაირი ბერკეტი სამინისტროს არ აქვს, რომ ჩაერიოს და გავლენა მოახდინოს ამ პროცესზე. ეს არის ძალიან კარგი. არ არის ეს. კი ბატონო, მე გეთანხმებით, ბრუნდოვანებას არ უნდა სიტუაცია, დამოკიდებულია ერთმნიშვნელოვნად დირექტორზე, ამის განხორციელება და ამოქმედება. დირექტორი არის ფაქტიურად დისკრეციით დანიშნული და შერჩეული სამინისტროს მხრიდან. ეს ავტომატურად რომ გავლით, თქვა დირექტორზე გავლით მოახდენს სამინისტრო კონტროლს სკოლისას თუ უშუალოდ თვითონ ჩვენ დოკუმენტზე კი არა გვაქვს პრობლემა, რაღაცა ცუდად არის ეთყობა. ან სწორად ვერ გამოვთქვი. თვითონ დოკუმენტის არსებობა, რა თქმა უნდა, დისციპლინური წარმოების წესი თავისთავად ახაც ცოტა ისეთი უხერხული სათაურია, მაგრამ ასეთი რეგულაციის ფორმა უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს რეგულაციის ფორმა არ შეიძლება იკითხებოდეს იმდენნაირად, რამდენი ადამიანიც წაიკითხავს. არ შეიძლება ტოვებდეს ეჭვს იმისას, რომ ამის ქვეშ მას ექნება რამდენიმე განმარტება. როგორ რას მეუბნებით სკოლის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებსა, როცა სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი. სკოლას კანონით წარმოადგენს მესამე პირთან ურთიერთობაში დირექტორი. ანუ არსებობს დირექტორის დასაბუთებული ინტერესი, რომელსაც ვერ განმარტავ, არსებობს უკვე სახეზე დაწყება დისციპლინური კი ბატონო, ქალბატონ მაია კალაძეს მინდა მივცე შესაძლებლობა, რომ მისი აზრიც გაგვიზიაროს. ქალბატონ მაია, გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ იღებთ თეორემაში მონაწილეობას. აი აქ ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებს ხედავთ. პრინციპში თანხმობა შედგა, რომ საჭიროა ამას მოყვეს მრავალი განმარტება, მაგრამ თავისთავად სამინისტროს მიერ ამ დოკუმენტის შემოთავაზებას რამდენად ნორმალურად მიიჩნევთ და თუ აპირებთ რაიმე ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი პრაქტიკა დაინერგოს, თქვენთვის მისაღები და ამავდროულად გათვალისწინებულ იქნეს, რასაკვირველია, მოსწავლის ინტერესი, რომ არაეთიკური მასწავლებლის ხელში არ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მე მყოლია მაგალითად ისეთი მასწავლებლები, რომლებიც თმებს მაგლეჯდნენ და ნუ ახლა რო ვთქვა რომ ახლა დიდი ზიანი მომაყენეს არ ვიცი ვერ ვიტყვი ჯერ შეიძლება მომაყენეს კიდეც მაგრამ უნდა არსებობდეს ასეთი რამ რომელსაც ვთქვათ იმ მასწავლებლის მიმართ რომელიც არ ღვევს შინაგანაწესს რაღაცა ნორმები ამოქმედდება მაგრამ არ იზიარებთ ამ კონკრეტულ შემოთავაზებას. თუ გაქვთ საპირისპირო შემოთავაზება და რა ფორმით შეეცდებით აი ამ თქვენი გეგმის შესრულებას. თქვენ უკვე ბრძანეთ რომ ნამდვილად არ ვეთანხმები ამ რეგულაციებს და ასეთ ფორმებს და ამ შემოთავაზებას ზოგადად სკოლა უნდა იყოს პოზიტიური გარემო და ბავშვზე ორიენტირებული ნამდვილად. ბავშვმა არ უნდა დაიწყოს ძიება რაღაცა საშუალებების რომ და ვინმე დანაშაულში გამოიჭროს ან რაღაც ამ დაგვარი თქვენ თმების მოკაჩვაზე ბრძანეთ წეღან ნამდვილად არ ვარ მე ასეთი მასწავლებელი რომელიც თმებს კაჩავს ბავშვებს და არც ბევრს არ ვიცნობ ნამდვილად ასეთ მასწავლებლებს და მასწავლებლებს სჭირდება წარმატება წახალისება იმისათვის რომ უფრო მეტი აკეთონ თავიანთი მოსწავლეებისთვის რეგულაციები ჩემთვის მიუღებელია ზოგადად რეგულაციები რაც საკურველია ყველა ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს და შიდა რეგულაციები უნდა არეგულირებდეს ასეთ საკითხებს თუ კი სადმე ვინმე თმას კაჩავს მოსწავლის მთავარი უფლება არის სწავლის უფლება და ის სწავლის უფლება უნდა მივცეთ ამ ბავშვებს და უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ სწავლის ხარისხი გაიზარდოს მასწავლებელი ელოდებოდა ამ სქემის დარეგულირებას გამოცემას ნათლის ხილვას ყოველ შემთხვევაში და ეს რატომღაც არ მოხერხდა ეს ვერ მოხერხდა აქამდე და რეგულაციები სწრაფად შეიმუშავეს ასე ვთქვათ ძალიან მინდა რომ ჩემი კოლეგების მოწოდებული კითხვები წაგეკითხოთ ზეპირად ვერ გეტყვით ამას უნდა წავიკითხო ჩემი არ არის მხოლოდ ეს კითხვები თუმცა მე ვეთანხმები რასაკურველია ამას და ძალიან მაინტერესებს მე პოზიცია სამინისტროსი პასუხი სამინისტროსი ამასთან დაკავშირებით აი მასწავლებლები სვამენ ასეთ კითხვას. იმ დროს, როცა საშიში დამნაშავეების ქმედების გაგებით მოკიდებას ითხოვენ, რასასტიკი დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს მასწავლებელმა, რომ 3 წლის განმავლობაში მოეკითხოს ჩადენილი წოდვა. არის თუ არა ეს რეგულაციები იმის ნიშანი, რომ მინისტრს ეშინია მასწავლებლებს ასეთი კითხვაც დაისვა. რეგულაციები იძლევა თუ არა მასწავლებელთა თავისუფლად სკოლიდან გაშვების საშუალებას, აქ მოვისმინეთ პასუხი, მაგრამ სამინისტროს პასუხი გვაინტერესებს ჩვენ და მათ ხარჯზე ხელფასის მომატებას ხვებისთვის. ასევე ასეთი კითხვა არის
მოსწავლის კომპეტენცია, რომელმაც უნდა გაასამართლოს მასწავლებელი და აქვე მე თვითონ უნდა ვეკითხო. აი სამეურვეო საბჭოები, რომელთაც ხაზი გადაუსვა მინისტრმა და პირდაპირ დაწუნებული კანდიდატები დაუნიშნა სკოლებს. რატომ არიან კომპეტენტურები, რომ ვინმე საკითხი გადაწყვიტონ? არის თუ არა ეს რეგულაციები ერთგვარი პრევენცია, რომ უარგისი სქემის მოლოდინში უნდა ვიყოთ და ამის მიმღებნი აღმოჩნდეთ? არის თუ არა ეს რეგულაციები გარანტია იმისა, რომ თუნდაც დაპირებული ხელფასის ზრდა არაა მართალი და პედაგოგი ამაზე უნდა გაჩუმდეს, ანუ პრევენცია ეს ერთგვარი გაჩუმების და ბოლოს აი ეს კითხვა გვაქვს. ამ რეგულაციების შემხედვარე ახალგაზრდა მოისურვებს სკოლაში შემოსვლას? კიბად დავისურვებდი რომ აქ ყოფილიყო სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც დასვენების ნაცვლად ვთქვათ, ერთი დასვენების დღეს გამოყოფდა იმისთვის, რომ თქვენთვის კი თქვენ კითხვებზე პასუხი გაეცა, თუ ექნებოდა სამწუხაროდ ეს ასე არ არის, თუ ფიქრობთ რომ ამ კითხვებს ვთქვათ სხვა ფორმით გადავგზავნით სამინისტროს და სხვა ფორმით კითხავთ, ანუ არა ტელეეთერის ფორმით, ხო არაპირებთ რომ გაგზავნოთ ეს კითხვები. ბრძანა რომ თავისუფლად ღია ოკარების სამინისტროსთვის და თუმცა ჩვენ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ და არ ვიცი როგორ არჩევს სამინისტრო პასუხის გაცემას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვით ნამდვილად და შევიტანთ ხვალანზე გამკითხვებს სამინისტროში. კი ბატონო დავით, თქვენ მინდა რომ დაგიბრუნდეთ. ეხლა აქ ისმის ესეთი დიდი მადლობა ქალბატონო მაია, ბოდიში გამომრჩა მადლობის კედა. თქვენ მინდა რომ დაგიბრუნდეთ. აქ ესეთი შეფასებებიც ისმის რომ კი, მაგრამ აი თითქოს აი აპრიორი უნდა დაუშვათ რომ ყველა მასწავლებელი იცავს ეთიკის ნორმებს, რომ ვთქვათ მოუნდებათ კი ბავშვებს ამ დისციპლინურ ამ ვთქვათ ნორმებს რომ წაიკითხავენ სკოლაში შემოსვლა და ასე შემდეგ. თავისთავად დაშვება იმისა, რომ სკოლაში შეიძლება დანაშაული ხდებოდეს და მასწავლებელიც გადაცდომას ჩადიოდეს, ალბათ ნორმალურია, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები ხდება არა მარტო ჩვენგან, არამედ რაღაცა გაცილებით უფრო განათლების სისტემის უფრო მდიდარი ტრადიციის მქონე ქვეყნებში. თუ გაქვთ აი თქვენი ალტერნატიული შეთავაზება, იგივე ხომ არ გინახავთ სხვა ქვეყნებში როგორ წყდება ეს საკითხი, იმიტომ რომ იქაც არის ხომ მშობლის და მასწავლებლის და ბავშვის ურთიერთობა, მოსწავლის ურთიერთობა, განხილვის საგანი და მშობელი ერევა ხშირ შემთხვევაში. რამდენად თანხმობაში მოდის ვთქვათ აი ეს რეგულაციები რომელიმე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნის რეგულაციებთან ხო არ მოგიკითხავთ, ან ხო არ მოგიძიებიათ განსხვავებების და პირველ რიგში სამწუხაროა რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, გულისხმობ იმას, რომ როდესაც მას სჭირდება და მისთვის სასურველია, ასეთ შემთხვევაში საუბრობს სკოლის ავტონომიაზე და ყველაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ფიგურას, რომელიც წარმოადგენს განათლების სისტემაში მასწავლებელს, უქმნის ისეთ დოკუმენტს, რომელიც სკოლიდან ჩამოშორება, გაშვება ძალიან მარტივი ხდება იმ დოკუმენტის ფონზე, თან რომელიც შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოხდეს. ხოლო, როდესაც და ასეთ შემთხვევაში საუბრობს იმაზე, რომ სკოლას უნდა მივაჭროთ ავტონომია და ეს სკოლის პრეროგატივა და მან უნდა შეარჩიოს ასე ვთქვათ პიროვნებები, რომლებიც გადაწყვეტს მასწავლებლის ბედს, მათ შორის არასაგაკვითილო პროცესში და მეორე მხრივ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ სკოლას უნდა ყავდეს ძლიერი სამეურვეო საბჭო, სკოლას უნდა იყოს ავტონომიური სკოლის თვითმმართველობა და ეს არის ჩემთვის მისაღები გზა და მე ვფიქრობ, რომ სკოლის ამ შემთხვევაში სამინისტრო იყენებს დისკრეციულ უფლებას, არ ენდობა სკოლის ავტონომიას, სამეურვეო საბჭოს და უნიშნავს სკოლებს დირექტორებს მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის მისაღები ვთქვათ მოდელი იქნებოდა, როდესაც სკოლის თვითმმართველობა იქნებოდა ძლიერი, სკოლას ეყოლებოდა ძლიერი სამეურვეო საბჭო, ავტორიტეტური და ძლიერი საზოგადოებისთვის და სამინისტროსთვისაც მისაღები სკოლის ხელმძღვანელი და სკოლა თავად გადაწყვეტდა იმ რეგულაციებს, რა რეგულაციებითაც უნდა ემუშავათ შემდგომში სკოლაში. მე წარმოვიდგინლად მიმაჩნია რომელიმე სახელმწიფოში, რომელიც სკოლაში ეწეროს ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე საქმის წარმოების დაწყება, ან მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დისციპლინარული დევნის დაწყება, თუნდაც ის პირად ცხოვრებაში ჩარევა. მოდიში, რა პრობლემას გიქნებთ
იქნით ზეპირ ინფორმაციას, ანუ ზეპირ მე რომ მივიდე ვთქვათ და მშობელი ვარ, ვიცი რომ ვთქვათ ჩემი შვილი გალახა მასწავლებელმა და ზეპირად მოახსენე სკოლის დირექტორს ამის შესახებ. ანუ თქვენ თვლით რომ ხო, ამაში რა პრობლემაა? საუბარი არ არის იმაზე, რომ ტელევიზიით ნახე, როდესაც ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა, როდესაც მობილურის გადაუღიათ ბავშვს. ამაზე არის ინფორმაცია გამჟღავნა მასწავლებელმა. ამაზე არის საუბარი. საუბარი ამაზე, როდესაც ეს ისედაც დასჯადია. ეს ისედაც დასჯადია, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც მასწავლებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებით იგივე სოციალური ქსელით მის პოზიციას დააფიქსირებს, თუნდაც საწინააღმდეგოს სამინისტროსი, ესეც შეიძლება იყოს არა, ამაში გეთანხმებით სრულიად, რომ თქვათ შეიძლება რაღაც პოლიტიკური შეხედულება გახდეს, იმიტომ რომ იძლევა ამ ინტერპრეტაციის, მაგრამ ზეპირ ინფორმაცია ამ შემთხვევაში ხო რა არის? მე მივედი დირექტორთან და შევჩერდე, რომ ჩემი შვილი მასწავლებელმა, თქვათ, ჩემს შვილს მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რატომ არის ეს პრობლემა, რომ დაიწყოს ამის მოკვლევა? შეიძლება სულაც არ მოხდეს ეს ფაქტი. თუ მას არ აქვს მტკიცებულება და დასმენის საშუალებით მოხდეს პირადი ამის ამის მტკიცებულების მოძიება ხო იწყება ყველა ზეპირი ინფორმაცია, ანუ იმას უნდა მოყვეს ახსნა განმარტება, უნდა მოყვეს მშობლის საჩივარი და ასე შემდეგ. მაშინ რაღაც საჭირო იყოს სიტყვა ჩანაწერი, ზეპირის ჩანაწერი, როდესაც თუ არსებობს ანუ მე პოლიციაში როდესაც ვრეკავდა ვამბობ რომ აი ჩანთა გამომგლიჯეს ხელიდან ეს ხომ არის ზეპირი ინფორმაცია და პოლიცია იწყებს მოქმედებას იმ მომენტიდან რა მომენტიდანაც მე გავეცი ეს ინფორმაცია და მოდის და იწყებს მოქმედებას გასაგებია რომ ესე ვერ გაიკიდება ვერავის და ვერ დაიჭერს მე რომ ეხლა ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა არის საჭირო იმისთვის რომ ვიღაცა კონკრეტული დამნაშავე გამოავლინონ მაგრამ მე ვერ მივხვდი ამან რატომ გაგიჩინათ აი ესეთი ვთქვათ უკმაყოფილება აქ არის გარკვეული ჩემი აზრით პრობლემური საკითხები მაგალითად რომ მასწავლებელს ევალება რაღაცა მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარი ჩვევების ჩამოყალიბებაში მისცეს მაგალითი. ეხლა სიგარეტის მოწევა არც ერთ შემთხვევაში არ არის მაგალითი იმისა, რომ ჯანს, მაგრამ ჩემი შვილის თანდასწრებით მე ვეწევი. იგივე შეიძლება იყოს, რომ ჩემი შვილის კლასელის თანდასწრებით ვთქვათ მოვწიო თუ არ მასწავლებელი, ხო? ამ შემთხვევაში მე პრობლემას ვქნი, ანუ როგორ იქნება ეს გადაწყვეტილება? სიმონ, როგორ გესმის ეს? მე მგონია რომ სკოლის ტერიტორიაზე მოწევა ზოგადად პრობლემაა, იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვები იყვნენ იმ გარემოში, სადაც არის ნიკოტინი. მაგრამ სხვა საკითხია, ანუ თან ეს არის კულტურის ნაწილიც. ეხლა მე ყავდა 3 მასწავლებელი სკოლაში, რომელიც ჩვენ გაკვეთილზე ეწეოდა და ეს მასწავლებლები იყვნენ საუკეთესო მასწავლებლები იმ სკოლის და თბილისის და რა ვიცი, აღიარებულები იყვნენ ჩვენს გარეთაც და მას ვერ აინვერცემდა და მოხუცი მასწავლებლებიც ეწეოდნენ ახალგაზრდების და ასე შემდეგ. უბრალოდ კულტურა იცვლება და თქვათ დღეს ეს მისაღები აღარ არის. და მეტი ინფორმაციაც გვაქვს თქვათ ნიკოტინის მავნებლობის შესახებ, მაგრამ სხვა არის მაგალითად სკოლის ტერიტორიის გარეთ შეიძლება რომ ერთად ეწეოდნენ მასწავლებლები და ანუ ამ წესების მიხედვით, იმიტომ რომ იქ წერია სკოლის ტერიტორიაზე არ შეიძლება რომ მოწიოს მასწავლებელი, მაგრამ აი თქვათ სკოლის ხობის იქით უკვე, ნუ ის შეიძლება ინტერპრეტირება გააკეთოს. თუმცა იქვე არის მეორე ნორმა, რომელიც მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი ღირებულებებისა და უმარჩევების ჩავარდნა. სკოლაში არის გასაგებია, აი აიძლევა სულ მაგალითებს და გავიდა დაიღალა ცოტა ხანი ამ ჯანსაღი მაგალითების მიღწევისგან და ვეღარ მისცა. ანუ თავარი საფრთხე ალბათ კარგი იქნება რომ სამინისტრომ გადახედოს თავის პოზიციას და მეტი როგორ ვთქვათ მეტი სიცხადე შეიტანოს იმაში რას გულისხმობს იმისთვის რომ მასწავლებლებს არჩებოდეთ იმისი განცდა რომ ეს შეიძლება იქნეს გამოყენებული მათ წინააღმდეგ როგორც პოლიტიკური ან სხვა სახის შურისძიების იარაღი. მეტიც ქვეყნებში სადაც ეთიკის კოდექსებია მიღებული, არსებობს სქელკანიანი ინსტრუქციები, გაიდლაინები, პროცედურები დეტალურად გაწერილი, სადაც არ ჩნდება ასეთი შეკითხვები. ცხადია ლეგიტიმურია ის მოთხოვნა, რომ გაგვაგებინეთ რა მეკრძალება, ხო? თვითონ პედაგოგის უფლება იცოდეს რა ტიპის განმარტება შეიძლება მოყვეს აი ამ გეთანხმებით ზოგად დებულებებს. ამიტომ სამინისტრომ სწორედ ამაზე უნდა იფიქროს, თავშივე რომ ვთქვით, რომ ეს კოდექსი იმიტომ შემუშავდა, რომ დაიხვეწოს, ესე ვთქვათ, ეთიკური ქცევა და ამას მიაქციოს სამინისტრომ ყურადღება, რომ შეასრულოს მასწავლებელმა ეს წესები და არა დაარღვიოს. და მერე გამოირიცხოს კოდექსი თავისთავად არეგულირებს დისციპლინარული წარმოების წესს. არა, ის დისციპლინარული არა. ადმინისტრაციული წარმოების
წესით. არა, ის აბსოლუტურად სხვა პროცედურა. ეს დისციპლინარული და კი ბატონო, ახლა ამაში მე მგონი მაყურებელი ვეღარ გამოგვება ამ ყველაფერში. მთავარი რაც ამ დისკუსიიდან შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ ის არის, რომ სამინისტრომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, თუ არ მიდის იმაზე, რომ თქვა სკოლებს ანდობს თავად და სკოლის სამეურვეო საბჭოებს, რომ რაც თვითრეგულირებას მიმართონ ხოლმე ამ შემთხვევაში, რომ ყოველ შემთხვევაში ის მაინც გააკეთოს, რომ გამორიცხოს მასწავლებლების წინააღმდეგ ამ თქვათ კოდექსის ეს იქნება რაღაცა პირადი თუ პოლიტიკური შურისძიების მიზნით გამოყენების შანსი. ალბათ ჩემ წინააღმდეგეთ თუ მე ვფიქრობ, რომ იმას, რასაც დაუშვათ აი ბოლო წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რასაც სამინისტროს ხელმძღვანელობა შეფარულად, შენიღბულად, იგივე მანდატურების საშუალებით იქნებოდა თუ ეს რესურს ცენტრებში ეგრეთ წოდებული გენინსპექციის თანამშრომლების საშუალებით ცდილობდა ეგრეთ წოდებული ტოტალური კონტროლი დაემყარებინა განათლების სფეროში. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამას აკეთებს ღიად და აძლევს კანონის სახეს. ანუ უკანონო მოსმენები რო დააკანონეს ამას. კანონია დაახტეს ასე ვთქვათ. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩემთვის ამ ნაწილისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა, ჩვენ უნდა გადავიდეთ მეზობელ სომხეთში, იცით ალბათ რომ ტრაგედია დატრიალდა და ამაზე ვიმსჯელებ თეორემას მეორე ნაწილში სტუმრებთან ერთად გაგვიგრძელდა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. აუცილებლად მოვიკითხავ, როგორ განვითარდება მოვლენები, იმედი მაქვს რომ თქვენ შიშები გარკვეულწილად გაქარწყლდება, ყოველ შემთხვევაში მინისტრი ამაზე იზრუნებს. მინდა რომ ამის იმედი მქონდეს. ბატონო, წინადადებას დავასრულებ. კი ბატონო. უბრალოდ სამინისტრო ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს სისტემაზე და ამით უკეთეს შემთხვევაში დააშინოს პედაგოგები და ეს მე ვფიქრობ რომ გათვლილია ბუნებრივია 2016 წლის არჩევნებზე და უარეს შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ ძალიან მალე რის ხილვაც ნამდვილად არ მინდა რომ ეს სქემის ამოქმედებამდე რაღაც გარკვეული ნაწილი არასასურველი კადრები იქნებიან სკოლიდან დათხოვნილი. ძალიან პატარა კომენტარი გიხდი. ქალბატონმა ახსენა, არ მინდა რომ არასწორი ინფორმაცია გქონდეს საზოგადოებას, რადგან როგორც გითხარით 7 წელიწადია ძალიან ბევრ საქმეს გაუვლია ჩვენს ხელში. არ მგონია რომ არსებობდნენ არაეთიკური პედაგოგები. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით. მე შემიძლია მოვიყვანო ფიზიკური ძალადობის, ემოციური ძალადობის, არ ვიცი, ბულინგის მაგალითები და ალექსიძის кейსი არის ძალიან კარგი кейსი. ხადისის განზოგადება მithumetes არ შეიძლება. განზოგადებაა, სადაც პრეზიდენტმა დაარღვია. ხადია. ალექსიძის საქმე დავერწუნეთ დეტალურად. ამაზე კამათი შორს იყო ერთადერთი ადამიანი საჯარო პირი გიორგი ტუღუში ყოფილი ომბუდსმენი, ერთადერთი პიროვნება რომელმაც ხმამაღლა თქვა რომ ეს არის არაეთიკური ქცევა ყველას მხრიდან და უფრო მეტიც იქ იყო სერიოზული შემიძლია ვთქვა რომ დანაშაულის ნიშნებით მნიშვნელოვანი ადამიანი. კი ბატონო, ეს სიხშირეებით არაშაუშვილის დირექტორობის დროს იყო მახსოვს кейსი. კი ბატონო, მახსოვს ეს кейსი, თუმცა ამისი განხილვა შორს აგვიყვანს მასწავლებლების მთლიანად არაეთიკურებად მოხსენიებაც რასაკვირველია შორს აგვიყვანს, თუმცა ის რომ ეთიკის კოდექსი უნდა არსებობდეს და ის რომ ეს ეთიკის კოდექსი უნდა გამოიყენებოდეს დანიშნულებისამებრ და არა კონკრეტული მასწავლებლების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად, ესეც ფაქტია და ამისთვის ალბათ ყველაფერი უნდა იღონოს სამინისტრომ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით და ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სიტუაციის მიმოხილვით განვაგრძობთ საუბარს. Reach out and touch faith.